გამარჯობა მეგობრებო, დღეს 24 საათი უნდა გავატარო წყლის ქვეშ. არ გადაახვიოთ არც ერთი წამით, ჩემი გენერალური სპონსორია ამბასადორი ბეთი. არ გასწრებს და გამოდია ბა. ეხლა ჰაერ შეუშვებ თამაში. ბიჭო, არ გასწრებს რაიგა? რა უნდა გასწრებს? ნევა იქ. ამიტომ გვერდებიდან უნდა გავეცალოთ, ხო? არ გამოდის, რას მძიმე უნდა კიდე. ეს აიღე. ვერ ვაკეთებ. აი სიმძიმეების დამატება უნდა, 1000 კილო რაღაცა. კაი, მოვიტანთ. არა, 1-200 კილო დამატო 100-მდე გექნება ჰაერი და შიმიტოს. აი, ვიზავთ რა, მე არასდროს არ უნებდები. გადავწყვიტეთ, წავსულიყავით მაღაზიაში, გვეყიდა დიდი კონტეინერები, რომელსაც აი ხედავთ. 500 ლიტრიანები, შემდგომ გავაკეთეთ კონსტრუქცია, რომელიც იყო რკინებით, რასაც ხედავთ და დავადეთ უკვე წყლით გავსებული ეს დიდი კონტეინერები ამ რკინებზე. და ამით შევინარჩუნეთ სიმძიმე, რომელიც უკვე გვეხმარებოდა იმისათვის, რომ არ ამოიყვინთა კონტეინერს. წარმატებები მისურვეთ ძმებო. ჩავედით. ძალიან ნერვიულობ ხალხო, ამას ვაკეთებდით. ალბათ თუ არ და ჩემი ოპერატორი დავამთავრებ. ძალიან ნერვიულობ მართლა. ვაფშე არ ცივა. აბა გარემო შევხვდები ზუსტად 24 საათში. წავედი. განათებას მოვიტანთ ეხლა. სავარაუდოდ ცოტა ცუდად ვხედავთ რა. მაგრამ მოკლედ ცოტას ნერვიულობ რა. სიმართლე რომ გითხრათ. რო ხდებოდეთ ზემოდანაც წყალია, ირგვლივ წყალია. შუქი ჩიმდება. ამოვეს და დაგიმაგრებე. ძლივს უთქავ. დავაი. მიგართმევ ჰაერს. დავაი ვიდი შენიც. დავაი. შუქებზე მოვიდე. ძალიან ბევრი მიაქანდრია ჰაერი. ცოტა. აიცეთ ვითარებაში ვარ. მეგობრებო, გარეთ არ ვიცი. რა ხდება, ოპა. მოვიდა ჩემი მაშველი. მოკლედ. მოკლედ ძალიან ჯიგარი კაცია რა, აი. ყველანაირად მეხმარება. ვერ გავიგე? არა, გემენი ყველაფერი თუ კიდე გირდება რამე. არა, ყველაფერი რიგზეა. სპარტულები მოვიდნენ და გადავწყვიტეთ, რომ უნდა გავაკეთოთ პოდკასტი წყლის ქვეშ. თავიდან დავიწყებთ აქ და გაგრძელებას ნახავთ უკვე სმარტულების არხზე, რომლის ლინკიც იქნება აქ წვენაში. არ ვიცი რამდენი ხარიც გავკაჩავ. იმედია შევძლებ 24 საათი შევინარჩუნო აქ ჟანგბადი. მაგრამ ძალიან აპარებს ჰაერს და
შეიძლება ეს უცებ გასკდეს. სავარაუდოდ ფიქრობთ, რატომ ვაკეთებ ამას და მე გეტყვით, რომ ამას ვაკეთებ. იმიტომ რომ ეს საქმე ძალიან მიყვარს. აი ეს დაცურავს ჩემს თავზე. ანუ ხედავთ? აი ვიცურავს, ხედავთ? ძალიან ბევრი ვიწვალეთ იმისათვის, რომ ეს ვიდეო შემეთავაზებინა თქვენთვის და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. ძალიან მალე მინდა რომ 200,000 გამომწერზე ავიდე. ძალიან მალე მინდა რომ 200,000 გამომწერზე ავიდე და სამწუხაროა რომ ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაც განსხვავებული და კრეატიული კონტენტი შემოგთავაზოთ, მაგრამ უმეტესობა მაინც ჩემს ვიდეოებს უყურებს გამოწერის გარეშე. მხოლოდ იმიტომ რომ გეზარებათ. გამოიწეროთ და გააქტიუროთ ზარის ღილაკი, ან უბრალოდ არ გახსენდებათ. მე ეჭვმეპარება ვინმე უყუროს ვიდეოს, რომელიც მოსწონს და არ გამოიწეროს არხი. ხო იცით რომ ყოველთვის ვეცდები რომ შესაბამისი კონტენტი შემოგთავაზოთ. ასე რომ გამოიწერეთ ეს არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. ჰაერი ძალიან ცოტა. ძალიან საინტერესო რაღაცები გელოდებათ წინ. გპირდებით. Welcome, brother. ოხ, ჩემი რა ხდება? Bravo. მაგარი. როგორი გარემოა? ცოტა ისწრო. სიმწროვე. კლაუსტროფობია რა? არა. წესთ არა. სოფი ვარ მე შანსია რა გულშემია ბიჭო. გამოდან უნდა ამოგვიტო რა. აი შეძლო ვეძებ. სულ აიცი ბოლოდ. ჩაყვიტო და ამოყვა. არა. საკუთარი თავის და გამძლეობის გამოცდისთვის. აი მოვლენილი. დაკაშავდი? შანსია. ხალხო, რაც უფრო ნაკლები ჟანგბადია, მით უფრო თვალები გეწვის. ამგვარად ძმა მაინდბოლა. ხო, იყო დრო, როცა ქართულ YouTube-ს ძალიან აქტიურად ვუყურებდი. აქედან მოტივაციას, ინსპირაციას და ძალიან ბევრ ღირებულ ემოციას ვღებულობდი. დღეს კი საერთოდ ვეღარ პოულობ ისეთ არხს, რომელიც, ასე ვთქვათ, ჩემს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. No nonsense, რომელიც ამბობდა, რომ ქართული YouTube კვდება. ეხლა რა სიტყვი? გამოვიცი ხო. არა, მიგაჩნია რომ აი თორე მოკოდით. თუ კონტენტი თვითონ YouTube-ერია. ეს მეღარ სულ. ამიტომ შენ ახლა გამოცაგინო და საკუთარი თავს ავარ. ხოდა ეგ ჩემი ზეგ. სორიო რა შენ თავს ანახებ ხალხს. და შენ ხარ საკუთარზე კონტენტი რა. ძალიან ბიჭო ძალიან რთულია. ძალიან რთულია ხალხო. რო ხდებოდეთ. ეხლა სანამ შემოვიდოდა ჩვეულებრივად სუნთქავდი. ორი ადამიანისთვის ძალიან ზედმეტია. აღარ მინდა. შენ როგორ ზედმეტი ხარ? მაგრამ აი მე რა ხარ? ბიჭო კლაუსტროფობია და მაგრამ ოპა! აუ ეს აგდებს. ეს კომპრესორი რო არის ჩართული მაგიტოა. რაცივია! ვაიმე ბიჭო რაცივია! ბიჭო რაცივია! არა ვერ ჩავალ ჩემი კარგი. მაგარი ცივი. მოიცოდა შევეჩიო ძმა ცივია, მოიცა. პირველად საქართველოს ავიაციო უნივერსიტეტში სექტემბრიდან იწყება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განხორციელება, რაც გულისხმობს მე-11 და მე-12 კლასის პროგრამებთან ერთად პროფესიის შესწავლას. პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ პროფესიულ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში სწავლას გააგრძელებენ საბაკალავრო პროგრამებზე ნებისმიერი მიმართულებით. ასევე საქართველოს ავიაციო უნივერსიტეტი თავის პროფესიული პროგრამების განხორციელებას იწყებს ქუთაისშიც, რაც ჩემი აზრით ძალიან მაგარია და არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისშიც შეგძლებ დაეუფლოთ ამ პროფესიას. ვერ ვიცინები დამატირებ სისტემა. ვერ ვიცინები ბიჭო. ბიჭო, ხაირი გამოუშვა, ხაირი არ. ჰაი რო გამოუშვა, ხო მოუკვდები შეჩერე. არა, მართლაც გაუბნება. ესე ხელი და
არასაკმარისი. ძლიერ ჩავეცინე, შეჩემო რამსისქეო. ბიჭო, ბევრი რომ ისვოთ, ხო ჰაერი გაგითოვდება, ხო? ხო. კარჩე, სამო. მაფიაში ხო ცურავდი და ეხლა შენს ეპიზოდში ცურავ ძმა. რავი, მე მოვიგე ხა ამისგან განსხვავებით მაფიის სეზონი გეძლიანად. თან მე მომიგო. ხო, თან შენ მოგიგე. მაგრამ იყავი, იმიტომ რომ თამაში არის დასრულებული 2 თორში, ეს ღამე დავაღამე, იმიტომ რომ მაფიოზები და სერიული ვისთან გაისრო და არავინ არ იცოდა, შესაბამისად მაფია მოიგო ფინალი და გულოცავ 5-6-9. ხო, რატო მე ესეთი თამაში არ ვინახავს? ანუ სამო რატო არის მაგარი კაცი, გინდა გითხრათ? ბიჭო, არა, ინსპირაცია არის ახლა ეს. ვის ინსპირაცია? მისტერ ბისტის. ანუ ანტიქრისტემ ვერ გაძლოს 4 საათი და ამას უნდა რომ გაძლოს. ბიჭო, გულს უთქავაგე. ცოტა ხო? ჰაერი შემოუშვა უთხარი რა. აგერა ჰაერი. შემოუშვა და კლაუსტროფობია უნდა. უნდა გავიგე მართლა. როდე მარტავადო. შემოვა, ეხლა მოიცა შემოვა. კლაუსტროფობია მაქვს და შემოვა თქო უთხარი, შემოვა თქო უთხარი. შემოვა სამო, შემოვა 2 წამში. გაუსტულს თუ გადაბაჯობია. დაჯუჯობე. კლაუსტროფობია. შო. ბიჭო, კლაუსტროფობია მაქვს, ხასო უთხრათ, მე მაქვს კლაუსტროფობია და ხოლმე შეში, მაგრამ შენ გეცი პატევი და მოვიდი. ჩელენჯს რა შეიძლება? რა ჩელენჯს ვედი ხარ ამის მოდი ჰაერს გავუშვებ ცოტა. ეხლა დავსვავ კითხვებს, რაც ყველას საინტერესებს. ვა. ოკეი, დავაი. მოგიდეს აშვები. 2 არჩევანი მქონდა რა. ან უნდა მეთქვა ვიდეოში, რომ ხალხო, თუ მომინდა 5 წუთით გასვლა შეიძლება? ან 24 საათი? ანუ არ უნდა მეკთა და გამახსენდა, რომ სვანეთის ვიდეოში არ მიქნია. ჩემი ბიჭო, ესეთი იდეა მქონდა რა. წყალქვეშ ვიმღეროთ მეთქი რა და გამოვიცნოთ რას ვიმღერებთ თუ შეძლებ. ქართულს ვიმღერებ და თუ გამოვიცნობ რას ვიმღერი რა. სო, დავაი, ოკეი. ვერა. მოიცა, გავიგე. ცოტა დარ. ვაფშე არაფერი არის შეჩი. ანუ ღამე კუჩას მიუყვებით რომ მოგებული არის მოდა. აი, ძალიან ცუდი ჩელენჯია. დავქნა მეგობრებო, კლაუსტროფობი მე ყველაფერი დამავიწყდა. არა, ესე ძალიან მაგარია. მადლობა რომ ჩამოხვედი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გიჟი ჩელენჯი, რაც ქართველებს გავაკეთებია. ხელს ვაწერ. ძალიან მაგარი ჩელენჯია და ბრავო, ტიპოთიფსი მაგის გამო. აი, გადაავაიგეთ ეს კაც ძალიან გთხოვთ რა. თუ ამოღამე თავის ტკივილს. მომუღამე და როგორც რამდენი ხანი ბიჭო. და კიდე რაც უფრო ნაკლები ჰაერია, მით უფრო თვალები გეწვის. ხო და ეხა ჯერთი ცივი წყალი აქედან დავიწყოთ. ხო, ცივი წყალია. გათბობა არ არის აუზში. მაგიტო ასვია თბილად მეგობრებო. ანუ ეს მაცვია ხო და ეს მეხმარება ძალიან. ხო, ამბასადორი მეც საკო კაიღას დაგიმზადა ის. ოჩახ ამბასადორს. წერე. და ზარის ღილაკი მეცალ ზარი გავაკეთოთ. ოპა. საო, წავედი. მადლობა კიდევ ერთხელ. დავაი. დავამშვიდობოთ ვახოს. აი როგორი ბიჭო ძალიან ცოტა არის, მაგრამ გასტო რა. კლაუსტროფობია დავამარცხე. მინდა შეგეშინდა, ხო? ბიჭო შემიძლია ეს ძალიან ყოფი არის, რატო არ ეშინე ცოლშვილი ყავს რაღაცა და დაიკიდოს რა YouTube-ის დედა. აი იქ როგორ ჩავიდა ამდენი ხანი. ვერ არის ეს ბიჭი. სამი წელი ხინკალია და ეხა ჩავუტართ მე ნიკა და ნიგა და დავიწყებთ პოდკასტს. წყლის ქვეშ. პირველი ადამიანი იქნება ჩემი აზრით, ვინც წყალქვეშ შეჭამს ხინკალს, აუ ეგეთი რაღაც. ნახეთ როგორც ივა.
პირველად წყლის ქვეშ პოდკასტი მსოფლიოში. აი, აქ არის ქსენსუსა რა. მანამდე სხვა იუთუბერებიც იყვნენ ჩასულები. ხო და რავი, ყველა იძახის რომ აი ძალიან რთულია. აქედან თითქოს არ ეტყობა. მაგრამ ხო, მე მგონი შიგნით ეს უჰაერობა და რაღაცა ცოტა რთულია. ოპა. ხო არ ხადაო. მოიცა? გაიც. ხინგალი შეძო. ვა, ორცა. ცოტა ნორხინგალი მომიდა. ვა, კიდე მომდის. ბრავა, პილპილი ძმაო. რა. ოპა, ხინგალი და პილპილი. ცოტა ნორხინგალი. ვა, მისამის. რავი შევეს ხო არ დამატე. ბიჭო, პოდკასტს ალბათ რა. დავარჯო. მოგესალმებით. როგორ პონტია? ბიჭო, ეს რა ხდება ძმა? რავი, აბა, მოვა. კაი. თავის ნუ ჩამიწვიე. ხوار მე გადავიდა როგორ ძლებ ბიჭო მე ხა გავიცანი ქსენსუსა და საორზმო აქ როგორ ძლებ ძალიან რთულია აქ ყოფნა მართლა და ეხა მინდა რომ პოდკასტი დავიწყო ქსენსუსასთან просто ფილტრებზე გაყოფდი საერთოდ მაგრამ მოდი ცოტა ჰაერს დავამატებთ ერთი წუთი რა შედარება ვაფშე სხვა მოგესალმებით ეს არის სმარტულების პოდკასტი წყლის ქვეშ და ჩვენი სტუმარია ქსენსუსა სამოს როგორ ხარ? კარგად ძმაო, შენ როგორ ხარ? რა ვიცი აბა. ნელა ვარ წყლის ქვეშ და შენ რა შვილი ყავს? აი შენი შვილი რო გაიზრდა ის არის? ეხლა არის 5 წლის. 5 წლის. შენი შვილი რო გაიზრდება სადაც ესე 20 წლის რო იქნება რაღაცა. და ამ ვიდეოს უყურებს, რას იფიქრებს შენი აზრით? ყოჩაღი მამა მყავს. ან ავად მყოფი რა ვიცი. მაგრამ რაც არ უნდა იფიქროს, ანუ ეცოდინება რომ ძალიან მიყვარს უზომოდ. აი ყველაზე მთავარი. აი ხლა ოჯახი რო ყავს და ესე რომ ვისკავ. ხო, შენ სიცოცხლეს, იმიტომ რომ აქ გაჩერება 24 საათი ძალიან რთულია. აი როგორ ახერხებ მაგას რომ აქ ხლა დისკსები დიხარ ხოლმე. ეს მესმის რომ კონტენტია და ვიდეოა, მაგრამ ხო რთულია რომ ოჯახი ყავს რაღაც და თან ამ ხლა დისკი ძალიან რთულია. როგორ ალაგებ მაგას შენ თვითონ? ბიჭო, ან მე რას ვფიქრობ, იცით აი ხალხთანაც და შენს გეტყვი რა რომ ეხლა ნების ჩვენი ცხოვრება ყველა ცხოვრება რისკია. ეხლა სადაც არ უნდა გახვიდე რისკია რა. მანქანით გავხვალ, გზაზე გავხვალ, სადაც არ უნდა გახვიდე ყველაფერი რისკია აბსოლუტურად და მე ვთვლი რომ უნდა ვაკეთოთ ის, რასაც ვთვლით რომ ჩვენია და მიყვარს რა. მე ეს საქმე ძალიან მიყვარს. იმიტომ მიყვარს რომ აქ ვარ თავისუფალი. კი, ეხლა ჰაერი არ გვაქვს. თავისუფალი ვარ ზა. ხო მაგრამ ნებისმიერ წამ შემიძლია გავიდე რა. მე არ მბოჭავს ის რომ აი რადგან თქვი უნდა გავაკეთო არა. თუ გრძნობ რომ არ შემიძლია გავალ, მაგრამ დანებება ძალიან არ მიყვარს რა და ბიჭო არ ვთვლი რომ ძალიან ვრისკავ რა, მიყვარს ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ რომ ძალიან სარისკოა, იმიტომ რომ ეხლა ხტები თავი როგორ მტკივდება, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ჟანგბადია. ზოგადად ეს ტექნოლოგია როგორ მოიფიქრე, რომ ეს რომ გაიგეთებინა? ამ კომპანიას FinDigim. ხო. ამათ უთხარ რომ ესეთ რაღაცას ვაპირებ და დაამზადეს ესეთი რაღაცა რა. რას ხნობ იცი? ფილტრები ვერ იკუმშება კარგად, ჟანგბადი არ მომდის და თავი მტკივა ეხლა რა სიმართლე რომ გითხრა. და ლაპარაკი რომ მინდა, გული ძალიან ფეთქავს. და ვერ ვლაპარაკობ რა. რო გითხრა ეხლა მიჩეს, იმიტომ რომ ძალიან რთულია რო გორძლებ, ანუ თუ ვიწყებ მინდა რომ დავამთავრე. ეხლა მე აქ რო გავჩერდე და პოდკასტი დავიწყოთ. მე ჩელენჯს ვერ წაგართმევ. და ეს ხომ და გავჩერდი აქ და მე ვერ გავჩერდები და ამიტომ გეპატიჟები ჩვენთან სტუდიაში. ოკეი. და იქ ვიპასუხე ნაჯახ შეკითხვებს. მზად ხარ? ზო. და წავით. რას ფიქრობ, რამდენი ხანი გაგაჩვო? გავგასვლა მინდა. მართლა? ო. და რატო რას გრძნობ ბავშვი? ბიჭო,
რაუგია ვა რაღაცა დახუთული მარა დახუთული რო ხარ ან მარტო ეგ კეი წავედი არ საი ყავი ცოტა არა ვერ გავხსნე ზართულია ზართულია ბიჭო ხოდა რაღაც კითხვები ქონდა მარა ჩვენთან არ მოხვა კაი მოხვა მე დავაი სასარია ოპა ჩვენ მოხსოვეთ ბიჭო პროსტა ეხა ძალიან შევწუხდი აუ ზართული ყოფილა ხო არ გაჯავა აი საკეთ და უნდა გავიქცე ხანს რა იმენავებს ლე კაი ცოტა ხანი ხომ არა რომანაკო ცოტა რავიდე არ ძალიან მაგარი კაცი ხარ და საღოლი მე რა წავედი გავიქცე კაი ცოტა მართლა მორჩვენდი მართლა კი ჰაერი არ გავდა არ გინდა ბიჭებს ვეთქე შემოვაშვებინებ ჰაერს თქვენ არა არის ჰაერი უშუფარებს წავედი გავიქცე რა იმენა სიკიჟეა ბიჭო სიკიჟე ეს იქები ყველას გახსოვთ ხო მოკლედ ერთი ნახევარი საათი ჭირდება კატერი რომ მოვიდეს ეხლა რას ვაკეთებ ცარიელ ბოთლში წყალს ვავსებ ნავიდან აგერ აი ვავსებ ვასხავ სიკიჟეა ბიჭო სიკიჟეა ამას გეხვეწებით რა ერთ რაღაცას გთხოვთ ერთადერთი ნუ დამაჰეითებთ, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი საქმე. არ ვიცი, ჩემი ხმა ახლა კარგად გესმით თუ არა, მაგრამ ყველას აქვს თავისი საქმე. ეს არის ჩემი საქმე. ნუ მომწონს ეს ყველაფერი, ხვდებით? აი ხა ეს ვითარება ძალიან მომწონს, ხვდებით? ეგეთი ადამიანი ვარ, არ ვიცი. არ შვიდი ცხოვრება არ მიყვარს მოკლედ რა. ვამეორებთ. ოპა ვარას თამაში უყურე წყლის ქვეშ ბიჭებს აქვთ ანეკდოტი შენთვის მოფიქრებული რაღაც და თუ გაგეცინება ვნახოთ აბა ტიპი ჩადის წყალში რა 23 საათით რა და ბარემ 24 საათით ჩადიოდა 24 საათით რა ქსენსუს ახლა არა ვარ ძალიან მომეწონა აი ხა რავო აი ზემოდან რომ მიყოლეთ რას ფიქრობთ 5 საათის მერეო ისევ ისეთი ხარ არ იცვლები რა 6 საათი და 15 წუთია უკვე გასულ არა იმისათვის რომ გაძულო წყალში 24 საათი ჟამპანის მისაღებად ბიჭები რაღაცებს იმედია არ მაქვს ეს ხოლმე რისკია და ჩაგული დისკია არც ერთი წამით არ გადაახუროთ ხალხო, იმიტომ რომ ბოლოში გეოდებათ ისეთი ჩელენჯი, რის გაკეთება ცოტა მეშინი თავი მისკდება, აი ძალიან მიყვა თავი და ვაფშე რა ხდება არა აუ ამის ტელეფონი გამივარდა და ჩაყვინთვა რაღაც გამომაფრინვა ხო ისიც უფრო აი ჩაყვინთვა უნდა გაუზო ბოლომდე უნდა გავხაჩო რა ხალხო იტოქში გამოსვლამ ეხ გიკვირთ აქ რო დგავარ არი ფიქროთ რო დაუნებდი ღმერთს გეფიცებით რაღაც ანუ შუქები ჩაქვრა იმიდან ამოვარდა ვაფშე გაწყდა ეხა მაგასაც განახებთ ეხა ვარკვევთ ჰაერი საერთოდ აღარ არის ამაში გამოსქენი ჰაერი არ მოდის იმაში ჰაერი გამომეცალა აქ ამოვარდა რა დაემართა ძმობას გაბის ვარ ეს პროსტა ჩაქრა თავის თოფში შუქები და გავიხედა გვერდზე მეზობლად ამეთქი ჩვენთან ტრენდ ხო ჩაქრამთ გუბანში და იქ ან ენთო რა
ეხლა ანუ ჩათვალე გაფუჭებული გამი რომელი საათია? 6:09 რა, ეხლა გათენდა რა. არ ვიცი დოქში, ეხლა უნდა დაუძახოთ ელექტრიკი მოვა. ღმერთს ვიცავარ, ჰაერი შიგნით რო ყოფილიყო, ეხლა ჩავიდოდი თავისუფლად ისე, მაგრამ აზრი არ აქვს, ანუ არ არის შიგნით ჰაერი, ვერ უშვებთ შიგნით ჰაერს რა. 11 საათი სადღაც შიგნით ვიყავი რა. მაგრამ ნუ რო გადავრჩი უკვე კარგია რა. ვეძებთ მაშინ მოგცა თქვენი ნომერი და შეგიძლიათ გაგხსნათ მოვარდა რუბლინიკიდან. კი, არ ვიცი, დაახლოებით სადაც უყურებთ ეგ არის რა, ანუ მარტო მაგ პრობლემას ხედავთ ჩვენ ახლა. რაც მაგრამ იქნება მით უკეთესი, იმიტომ რომ რაღაც გადაღება გვაქვს და ხელი გვეშლება ძალიან ახლა დროში ვიწურებით და მაგიტომ ძალიან გაჭედილები ვართ. კი ბატონო, ჩამოვალ მაშინ ეგრე. გამარჯობა. ბოდიშით რა გაგაღვიძეთ. და აქაც არ მოგდისდენ. მანდ არის? მანდაც არ არის? აი ხა რო გავიგო რომ აი ეს იყო პროსტა ჩასართავი და ვსო გავაფრე. წამო აბა ვნახოთ შუქი თუ მოვდი. ცხელია ბიჭო რა ცხელია. აუ აზახეთ კიდე მიწევს ჩასვლა, ჩემე კიდე იმედი მქონდა. მეთქი აღარ ჩავალ თქო. თუ ტაქში სადღაც 2 საათამდე გარეთ ვარ რა უკვე. არა? 45 წუთში მოვიდა დაახლოებით. და 1 საათი გამოდის, 2 საათამდე არ გამოდის. საათნახევარი ყველაზე მაქსიმუმი რა. ანუ იტოქში მე დავამატებ ამას, რა თქმა უნდა, ანუ უფრო დიდხანს გავჩერდები, ვიდრე უნდა გავჩერებულიყავი რა და მაინც გამოვიყვან 24 საათს. თუ კიდე არ რავი, თუ კიდე არ დაერხა ამას. იმას ხედავ, იმას. ჩავიცვი, ეხა უცებ ჩავალ მეგობრები. ეს კარა გვაქვს, ესეთი ხმა იქნება, მაგრამ ნუ რა ვხდათ რა. ანუ უსეთ რომ გავედი რაცია, პეტლიჩკა, ყველაფერი დარჩა თითქმის და ყველაფერი გაფუჭდა. და დარჩენილ დროს კიდე ავანაზღაურებ აუცილებლად. ბიჭები რაღაც ჩელენჯს მიგზავნებენ. გამარჯობა. ესენი იქბინებიან ხო წყალში? ყველა გველი იქბინება წყალში თუ საჭიროება, ასე რომ. არ ჩელენჯებთ ბიჭებს, სუნი არის საზეზრობა, რომელიც უნდა გაასხან ქვევით 60-დან. სადაც უხაერობა არის. უამი არის ისე ეგ რომ ამოვიყვან, ნო? კი. მაგ ჩელენჯს მოგამე ეგ ვაქვს რა. დავიხია ხოიცი. გრავახე, მიხსოვტო. გარი. გველი, სასიცხრობა იქნება. არა, ჩემი. ვაიმე. ბიჭო, ცუდად იქცევია. ჩემი. ძალიან შემეშია, ხო აგადაო, ბიჭო. აი, ერთ-ერთი დაიცა მშვენი, ო. არ მიკბინოს, გაიგე? მართლა მიკბინოს. მართლა ჩავწერე და შევიკბინოს. არა, ეს ჩემთვის ძალიან მარტივი გასაიგნება გამოვიდა. აი, ცოდოები არიან, მოდი გავუშვათ. ეს არის Stinky S-ის კუილი, რომელიც ჩვენ დღეს ქსენსუსას მოგუტანით.
ხო და რა ბიჭო, თქვენ რას ფიქრობთ? დავინდოთ თუ ავარჩევინოთ თუ სტახანი გაჩერდა, ძალიან სული სუნთ იქნება ერთ ჩასხმაზე. სტახანი გავჩერდები ერთი წანი. ვადიდრობა. აი ძა. მან დიგზნობა დაჟე? მან დიგზნობა დაჟე ცვეთში? გადაო. ბიჭო. აი გააძრე ცოტა რა. სუდად ხარ შეჭე. გადინა ჰაერი შეჭე. სუდად ხარ სენს. ერთამდე. დავაი. ჯეი, No, it's all a bit. Ana, shit, Ana. მე არ მინდა რომ პროსტა მე არ მომასხა პროსტა რა შენ არ მოგასხო მე ეგრევე გავდივარ ხო იცი სულს როგორც კი ვიზნო ეგრევე ერთხელ კი ჩვენ არ მოგვასხა შეჩება ერთხელ ხო ჯეირანი რომ მოგეგო ერთხელ ვიზო ეხა სამჯერ შვები ხო მე ახალგა ვარ შენ მოდი აქ ჯერ ერთხელ კი ნახოთ ნიმესილი ჩაოქვს ახლა. იმიტომ რომ ვიტკივოთ ძალიან. ამალე მოვიდა. შეს ორ გადაო წყლის ქვეშ რებს შვება
საათ ნახევარი და გავდივარ არჯერა. ვაიმე. დარჩა სულ რაღაც 15 წუთი. ერთი წუთი ოპა. ვაი, ვაჩა. სო ეგარი. გარჩევდები. მე 6 წუთი გავიდა, კაროჩე ზუსტად, რაც 24 საათიანი ჩელენჯი შეასრულა და არ ამოსულა ჯერ ისო და რა სელოდები ძმა ამო ძმა ეშო გამოვიდა ჩვენ დაივერა ძმა ვა ადამიანები გამახარდა ვაიმე როგორია ჰაერი ძმა აი ჰაერზე ყოფნა მეცი მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც იყავით აქამდე გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ეს ვიდეო ვიყინები ძალიან ბევრი ტექნიკა ძალიან ბევრი არა მაგრამ ბევრი ტექნიკა გამიფუჭდა ვიდეოს გადაღებისას ძალიან ძვირი დაიწყო ეს ვიდეო ძალიან არა დაიწყე ვიქნები ჯერ ვიქნები ხო და არ ვიცი რა მე მგონი უნდა დააფასო და გამოიწე ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რა უღრმესი მადლობა ვინც აქამდე უყურეთ მადლობა ანდრიას მადლობა ჩემს ძმებს მადლობა სპონსორებს იმიტომ რომ რო არა სპონსორები ამას ვერ ვიზავდით. წავედით. შემდეგ ვიდეომდე.